მშვიდობისა მეგობრებო, დღეს ჩვენი რესპონდენტი გახლავთ პირველი ქალბატონი 99 წელს იმდროინდელი საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს რეგიონალური მასშტაბით რაიონებში პირველი პოლიციელი ქალბატონი გახდა. დღეს ჩვენი მასპინძელი ქალბატონი ნანა ცერცოძე გახლავთ და ქალბატონი ნანა მოგვიყვება თავის შესახებ ისტორიას, როგორ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის პერიოდში პოლიციის განყოფილებაში. ურმესი მადლობა მასპინძლობისათვის ქალბატონო ნანა დამთავრდი ჩაწერაზე. 99 წელი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდი არის. ახალი დაწყებული იყო საქართველოში ეროვნული მოძრაობა და იმ დროს გახდით თქვენ პოლიციელი. იმ დროისთვის, ანუ საბჭოთა კავშირში და მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს ლაგოდეხისთვის ეს იყო ალბათ უპრეცედენტო პირველი შემთხვევა ქალი პოლიციელი. დიახ. მე მინდა ისტორია მომიყვე, რამ გადაგაწყვეტინათ პოლიციაში მუშაობა? დავიბადე 1967 წელს. ამ სახლში გავიზარდე გლეხის ოჯახში. სკოლის ბავშვობიდანვე უკვე მომწონდა და მიზიდავდა ცოტა ისეთი საქმეების კეთება, რომელიც თქვათ ყველა გოგოს არ შეეძლო. ველოსიპედის ტარება თქვა. შემდეგ მანქანის ტარება და მამაჩემი იყო კოლმეურნეობის მძღოლი, სატვირთო მანქანის მძღოლი იყო და იმდენად მაინტერესებდა, რომ თავიდანვე მისწრაფება მქონდა და 11 წლის უკვე რო ვიყავი, მამამ სვავდა საჭესთან და მასწავლიდა მანქანის ტარებას. სატვირთო მანქანა ჩემთვის იყო რაღაცა საყვარელი რაღაცა არსება და საქმე. გადავწყვიტე, რომ მე გამომეცადა ჩემი თავი და მუშაობა დამეწყო ამ მანქანაზე. სკოლა დავამთავრე აბარები ინსტიტუტში, მაშინ ქულები იყო რაღაცა, ვერ ჩავირიცხე იმ წელს. დავიწყო მძღოლად მუშაობა კოლმეურნეობაში ამ სატვირთო მანქანაზე. 80-იანი წლების ბოლოს, უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში საქართველოში საგზაო ავტოინსპექცია ერქვა მაშინ და ამ ავტოინსპექციის სამმართველო გამოაცხადა კონკურსი, მოქალაქეებს შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა ამ კონკურსზე და შემდეგ დასაქმდებოდნენ საგზაო პოლიციაში ავტოინსპექტორის თანამდებობაზე. მივიღე მონაწილეობა, მივიღე და განცხადებოდა, არ არის მითითებული, რომ იქ უნდა იყოს მაინც-მაინც თქვათ ვაჟები. გავუკვირდათ ყველას და განცხადების მიღებაზე სანამ არ გაარკვიეს სამინისტროსთან, რომ შეიძლება თუ რა ხალხს მიიღო მონაწილეობა. მანამდე არც კი მიიღეს ჩემი განცხადება და ბოლო დღე იყო, რომ უკვე გადაწყდა, რომ მივცეთ უფლება ამ გოგონასაც და მიიღეს ჩემი განცხადება. მე ბევრი ვიწვალე, რაღაცები გავიარე, კიდე რაღაც გასაუბრებები. ერთი სიტყვით. აი, აქ საინტერესო ბუდიში გაწყვეტინეთ რა არის. აი, გასაუბრების შემდეგ თქვენი ოჯახის წევრები, ახეთ როგორ შეგურნენ თავისი შვილის, ანუ აქ იგულისხმება იმ დროისთვის ქალბატონის პოლიციაში დაწყება მუშაობა. აი, როგორ მიიღეს ოჯახის წევრებმა თქვენი ეს გადაწყვეტილება და რამდენად რთული იყო ქალბატონო ნანა? აი, მე რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს. ჩემი მშობლები იყო ამაზე უფრო აქტიურები და ინიციატორები ვიდრე მე. როგორც იქნა 1999 წელს დაიწერა ბრძანება და დავიწყე მუშაობა შინაგან საქმეთა ლაგოდეხის რაიონ განყოფილებაში ავტოინსპექციაში საგზაო საპატრულო პოლიციის ინსპექტორის თანამდებობაზე. აი, აქ კიდე ერთი საინტერესო კითხვა მიჩნდება. თვითონ პოლიციის განყოფილების თანამშრომლები როგორ შეხვდნენ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც იმ დროისთვის, ანუ ლაგოდეხისთვის მაგათ წარმოუდგენელი იყო ხალი. დღეს ქალბატონები ჯარშიც მსახურობენ, პოლიციაშიც არიან, სამაშველოშიც ყველგან არიან, დღეს ყველგან არიან, მაგრამ იმ დროისთვის 99 წლისთვის საბჭოთა კავშირის პერიოდისთვის რაღაცა თითქოს მიუღებელი იყო ქალბატონების მსგავს პოზიციაზე მუშაობა და ლაგოდეხის განყოფილება როგორ შეხვდა? მართალს აღნიშნავ, თქვენ აი ზუსტად ისე აღწერეთ, როგორიც იყო იმ პერიოდში მიდგომა, შეხედულება და თქვათ ქალი პოლიციაში თუ იქნებოდა, ის ქალი რანაირ იქნებოდა. ხალხის აზრით სხვანაირი იყო მართლა ყველაფერი. პირდაპირ სამოქალაქოდან აღმოჩნდი ფორმით გზაზე. მაგრამ ეს ჩემი კოლეგები
ძალიან დამიდგენ გვერდში, ძალიან დამეხმარენ მაშინ და შემიძლია რო არ გავიხსენო ჩემი კოლეგები, რომლებაც რასაც ქვია, ჩამოუყალიბდი და როგორიც ჩამოყალიბდი, მათი დიდი დამსახურება იყო. ასეთები იყვნენ ჩემი უფროსი იმ დროს, ჩემი სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი კაპანაძე, კაკო კაპანაძე, იყო ჟორა ლეკიშვილი, თამაზი დონაძე. ესენი ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ და შემდეგ კიდე ჩემი კოლეგები, ისეთი ადამიანები გოვიტა თითბერიძე, რომელიც ძალიან მამაშვილურად მიიღეს და ჩემთვის ის სამსახური გახდა მეორე ოჯახი. რთული პროფესია აღმოჩნდა თქვენთვის ეს გადაწყვეტილებმა. რთული იყო და იცით როგორი რთული იყო, პასუხისმგებლობა იყო დიდი. მე თავიდანვე ესე ვარ მშობლზე გამზარდეს ჩემ შორმა, რომ პასუხისმგებლობა მქონდა ყველა საქმეზე და რა თქმა უნდა ესეც აღმოჩნდა. წარმოიდგინე, ისეთი რთული იყო. გადიხარ და ყველა გიყურებს შენ, ჯერ მარტო ეს. ამ დროს ხარ 19-20 წლის და ყველა თვალის აიტაც გაიხდა, ყველა შენ გიყურებს და თავიდან ისიც გეუთხარი ჩემ ხელმძღვანელს, რომ მოდი მეთქი ამ პოლიციის ფორმა სამსახურში მექნება, მოვალ. მე გამოვიცრე, არა მithე. თქვენ ხართ პირველი ქალბატონი ქართველი, რომელმაც საბჭოთა კავშირის პერიოდში სტერეოტიპი დაამსხვრია, რომ ქალბატონს შეუძლია ყველგან მუშაობა და თან წარმატებულად და წარჩინებულად. ზოგადად პოლიციაში მუშაობა იმ დროს იყო რთული. იმიტომ რომ ეს ეროვნული მოძრაობას, შემდეგ ამ ეროვნულ მოძრაობას ამოფარებული, თქვათ, კრიმინალურ საქმეს მიმდევარი ხალხიც იყო და მე არაფორმალური ბევრი რაღაცები შეიქმნა ქვეყანაში, ამას დაემთხვა სამოჩაბლოს ომი, დაემთხვა შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, მე სამოჩაბლოს ომის მონაწილე ვარ 1999 წლის სტატუსით საქმე, ომის ვეტერანი. ჩემი მანქანით წავიყვანე ჩემი თანამშრომლები, იქიდან მე სხვა უნდა წამომიყვანა და ვეღარ წამოვედი იქიდან და მომიწია. დარჩი. ხალი ყველა რო გიყურებს გოგო რო ხარ, ხო, ეს ძალიან რთული სიტუაცია, რომ ამ ყველაფერს უნდა გაართვა თავი ისე რომ ყურადღების ცენტრში ცუდად არ მოექცე და მე ვიყავი სახე ჩემი სამსახურის და ძალიან უფრთხილდებოდი ჩემს სამსახურს, იმიტომ რომ მიყვარდა, შემიყვარდა, მე სულ შემთხვევით ესე აღმოვხდი, მაგრამ რო თქვა დავიწყო მუშაობა, მე გავიგე სად ვიყავი და მე მივხვდი სად ვიყავი. 1992 წელს ჩავაბარე საქართველოს მაშინ უშიშროების აკადემია იყო და უშიშროების აკადემიაში ჩავაბარე მაშინ და ერთი წლის მერე შეიცვალა იქაც სიტუაცია აკადემიიდან გაიყო ზოგი იქეთ ზოგი აქეთ და პირველი ქართული პოლიციის აკადემია და გახდა ეს და პირველი გამოშვება ვიყავი, მე დაუსწრებელზე ვსწავლობდი. დავალება თქვენი სამსახურის პერიოდის განმავლობაში, რომელიც ყველაზე რთული იყო თქვენთვის. რთული პირველი დღე იყო, საერთოდ პირველი დღე იყო თავისებურად რთულიც და დასამახსოვრებელიც, ზოგადად რომ მიდიხარ სამსახურში და პირველი დღე დაემთხვა ჩემს სამსახურს, რომ მოხდა საგზაო საეროპორტო შემთხვევები, ერთი არა, ორი. და ამ პირველივე დღეებზე შემთხვევებზე მომიწია წასვლა და ეს ძალიან რთული იყო, რომ იქ დასახიჩრებულ, დაზიანებულ ადამიანებს, მანქანებს ამას და ძალიან განვიცადე. მქონდა ასეთი შემთხვევები, რომ სრულიად ჩვენთვის მოულოდნელად, რომ თქვათ ნარკორეალიზატორებიც გავიჩერებია და მე აღმოჩნდა, რომ ისინი რეალიზატორები იყვნენ და ჰქონდათ ეს ნარკოტიკული ნივთიერებები. ყოფილა შემთხვევა, როცა იარაღი ჰქონდათ, რომ არ უნდა ქონოდა და ამისი გამოვლენა და ამისი აღკვეთის ფაქტზეც მიმიღია მონაწილეობა. მაქვს მონაწილეობა კიდე მიღებული ბევრჯერ საზღვარზე, როდესაც გახდებოდა საჭირო, რომ თქვათ საეჭვო პიროვნება ქალი, რომელსაც უნდა დათვალიერებულიყო და ეს შეესრულებია ქალს და ამაზე მე წამიყვანე ხოლმე და ჩემთვის ძალიან ძიმე იყო, როდესაც ქალს ამოწმებ. და ამ ქალს აღმოაჩნდა ეს ნარკოტიკი. დაკავების პროცესში თუ მიგიღიათ მონაწილეობა. მქონდა ერთი შემთხვევა ასეთი დაკავების პროცესი. ქალბატონი, რომელიც დაკავდა. კი და იმ დროს იარაღის ამოღება, იარაღი არ მქონდა თან. და გესრი მეთქი რომ ეს თითით ხელით მივადა, აი მას ახლა ეს ეგონა არ დაიცემოთ ხა. ეგონა რომ მართლა იარაღით ვიყავი და გაჩერდა, მითხრა არ მესოლო არ წავალ მარსა და ესეთი. თუ გინანია თქვენი არჩეული პროფესია? არასოდეს. მაგრამ აქ კიდე ერთი საინტერესო კითხვა არის, თქვენ დღემდე დასაოჯახებელი ბრძანებით. ეს თქვენმა პროფესიამ და საქმიანობამ მოქმედა ამაზე, რომ ოჯახის შექმნა შექმნაზე გადაწყვეტილება მიგებოთ?
აი პროფესიის ბრალი. პროფესიის ბრალი, ახლა გეტყვით, რომ იცით პროფესიის აი ეხლა რომ მქონდეს მე ისევე ის დრო, რომ თავიდან მჭირდებოდეს პროფესიის და პროფესიის არჩევა ისევ ამ გზას ავირჩევდი, რაც გავიარე დღემდე. არ უნდა არასოდეს და ფიქრობ, რომ მართალია მე იმ დროს შემთხვევით მართლა არ ვიცოდი, მაგრამ სწორ ადგილზე აღმოვჩნდი, ჩემთვის მოწოდება იყო, არც მიოცნებია პოლიციელი გამხდარიყავი, მაგრამ ის ჩემი სახლი გახდა. იმდენად მომეწონა ჩემი საქმე, შემდეგ უკვე განათლება რომ მივიღო. რატომ არ გათხოვდი? ყველა ადამიანმა, ყველა საქმე მაკეთოს სიყვარულით. თუ არ გიყვარს საქმე, იმას მოვალეობის მოხდის მიზნით კი შეასრულებ, მაგრამ ისე ვერ შეასრულებ, როგორც იმ საქმეს სჭირდება. გითხოვებით 100%. განსაკუთრებულად ახლა ოჯახის შექმნა. თუ არ გიყვარს, როგორ შეიძლება ოჯახი სიყვარულის გარეშე? ნანაც ერთსოზე შეყვარებული არასდროს. ნანაც ერთსოზე შეყვარებული ზოგადად ცხოვრებაზე ვარ, ოჯახზე ვარ, ოჯახის წევრებზე, მაგრამ აი სიყვარულზე ნანაც ერთსოზე შეყვარებული არ ყოფილა. თუ ყვარდა ვინმე ნანაც ერთსოზე. არ ვიცი. შეიძლება. რა თქმა უნდა, ქალის პირველი მოვალეობა, მაგას ნანოქ მე ქალის თავარი მოვალეობა რაც არსებობს, ოჯახი, მეუღლეობა და დედობა, მე ეს თავარი მოვალეობა ცხოვრებაში ვერ შევასწავლე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, მაგრამ აი ჩემთვის მტკივნეული წერტილი არ არის, რომ აი მე არ გავთხოვდი, რომ ყვარებოდა და მე სიყვარულში არ გამართლებოდა. აი მაშინ ვინანებდი. მთელი თქვენი ცხოვრება თქვენ სამსახურზე პროფესია შესწირეთ ესე და შევწირე, გამოვიდა ეს შევწირე და ბოლოს ისე დამთავრდა ჩემი პოლიციაში მუშაობის პერიოდი, რომ თქვენ წარმოიდგინეთ სამსახურის სტაჟი არ მქონდა იმდენი, რომ მიმეღო თქვა სახელმწიფო პენსია. ასაკი არ მქონდა და ესე მოხდა, რომ შეიცვალა სახელმწიფო, შეიცვალა მმართველობა და რაღაცა ბევრი რაღაცას მიაქციეს ყურადღება, რას ბოლოს ვერ გავიგე და ისე წამოვედი სამსახურიდან და ისე გამომიშვეს სამსახურიდან, რომ დღესაც არ ვიცი მიზეზი, მე რატო არ უნდა მიმუშავა პოლიციაში. ხალბატონო, რა თქვენი ოჯახის წევრებზე მინდა მომიყვეთ, დედაზე, მამაზე, დედმამიშვილებზე. ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები იყვნენ სანდრო ცეცვაძე და ნანული ხარაიშვილი. თავიდან ამუშავე გლეხის ოჯახში. მამა ჩემი კოლონიების ძღოლი იყო, დედა ჩემი დიასახლისი იყო. მაშინ რაც ხდებოდა კოლონიაში მუშაობა, თამბაქოს, აბრეშუმის მოყვანა, მევენახეები და სოფლის მეურნეობა და ოჯახი ესე გაგზარდეს 3 შვილი. მყავს უფროსი და ნინო, გათხოვილია, ყავს შვილები, წარმატებული შვილები მყავს. გიორგი, თამუნა და თათია მოდებაძე ტუპიდი შვილები მყავს და ოჯახები ყავთ, შვილებიც აყავთ. მყავს ძმა, რომელიც რა ვიცი, მგონია რომ მართლა ძალიან მგავს და გავართ ერთმანეთს და ბევრჯერ ტუპებიც კი მეგონეთ ხოლმე ჩემი ძმა არის გიორგი ცერცვაძე, ჩემი განსაკუთრებული ადამიანია. ჩემთვის ერთად დავიზარდეთ სიყვარულით გავზარდეს ჩემმა მშობლებმა, ჩემს ძმას ყავს მეუღლე, ნინო ხუციშვილი, გადასარევი, კარგი ადამიანი, კარგი მეუღლე, კარგი დედა, კარგი რძალი. და ყავს 3 ძმისშვილი, სანდრო, ხატია და ლიზი ცერცვაძეები. ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობენ. სანდრო ცხოვრობს საქართველოში, ხატიამ გათხოვდა, ოჯახი ყავს, შვილი ყავს. სანდრომას ახალი დაქორწინებულია და საზღვარგარეთიდან დაბრუნდა საქართველოში, თბილისში და სახლი შეიძინა და ცხოვრობს ახლა თბილისში, სანდრო და მუშაობაც დაიწყო და ამჟამად რა საქმეა? ამჟამად ჩემი სამუშაო დღე და ჩემთვის დღე იწყება დილით. სოფელში საქმეს რა გამოლევს ეზოში, რაც შემიძლია ფიზიკურად ბევრი რამე ვისწავლე, მამაკაცის საქმესაც ვასრულებ და დამათვალიერებინით არაჩვეულებრივი ადგილი და ხეხილი გაქვთ თქვენულით ალბათ, ხო? მეუღლე და მეხმარებიან. მაქვს ვენახი, ვენახსაც უვლიდი, კარგი მევენახე ვიყავი, საკმაოდ კარგი მოვლილი ვენახი მქონდა ყოველთვის. და მოსწავლეებთან მუშაობდა, ზოგჯერ გავა ისე 3 საათი გაკვეთილზე ვზივა, რომ ვერც კი ვგრძნობ ეს 3 საათი როგორ გავიდა დაღლას და აი ესე შემოიფარგლა ჩემი საქმე და ჩემი დღე. მარტო ცხოვრებას როგორ შეეგდით? იცი როგორ იმდენად გარეთ ვიყავი მიჩვეული ხმაურს და გარეთ ყოფნას რომ სახში რომ დავრუნდი და მარტო დავრჩი ჩემი შორე რომ გარდაიცვალე და მარტო დავრჩი აი პირიქით სიმშვიდე თითქოს მომეწონა კიდეც. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის და მასპინძლობისთვის. წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ და ყველაზე კარგი ახლა ის საქმიანობა რომელიც ბავშვებთან ახლა დღეს გიწევთ ურთიერთობა და ასწავლით ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო
საუბარი შედგა ჩვენ შორის იმედია მოეწონება ამ რეპორტაჟის ვინც ნახავს, იმიტომ რომ თქვენი ყველა რეპორტაჟი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა და ერთი და იგივე ბერჯერ უყურებ ხოლმე მეც იმდენად საინტერესო ადამიანების გაგვაცნობთ ხოლმე თქვენ და იმედია ესეც მოეწონება. აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ, მოვიკითხავთ თქვენს მსმენელს, თქვენს მაყურებელს. როლა დიდი. მე დარწმუნებულია რომ დიდი აუდიტორია გყავთ, იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ერთ-ერთი ისა ვარ თქვენ. მადლობა. ყველას მოვიკითხავ და წარმატებებს უსურვებთ ყველა მაგოდეხებს და თქვენ საქმიანობაში. მადლობა კიდევ ერთხელ. მეგობრებო, დაგემშვიდობებით დღეს. ასე რომ ჩვენ მალე შევხვდებით, დროებით გაგაბზადებოდეთ. ნახვამდის.